გამარჯობა, მოგესალმებით. სიცილით შემოვდივართ, როდესაც ესენი არიან ხოლმე ჩვენთან ერთად და გვიხარია ეს დღე ყოველთვის. თითქოს ამ დროს სასაცილო სულ არ არის სისტემა, რითიც ვიწყებთ. რატომ? აი რატომ იცი? აი დილას მაგალითად რომ არ ქონიათ, რომ აი უკვე დაღლილი რო იღვიძებ, თითქოს რაღაც რო გაწუხებს და მე ხანმობრალებ აი დღეს მაინც ამე თითქოს დღეს უდად მეძინა. ან ყოველ დღე. ყოველ დღე. ყველას გქ, მაგრამ კი არ ვიმჩნე. ხო და აი ნახე ამაშია საქმე. მეც იქამდე არ ვიმჩნიე, სანამ არ მივედი იმ მდგომარეობამდე, რომ საერთოდ ვეღარ დავიძინი, არამც თუ გავიღვიძე, ვეღარ დავიძინი. ის ღამე რას აკეთებდი? მართალი ძალიან ბევრი ამე შეიძლება აკეთო, მაგრამ ამის გამო მე გადასარევად გძინავს ხოლმე ადამიანს და ყოველ შემთხვევაში. მაგალითად აი რა იყვებე, მაგალითად ტკბილი შეიძლება ბევრი მიიღეთ. და თუდად მეძინა, გადასარევად მძინებს. ეს ღამე სამჯერ გამეღვიძა ტკივილისგან. ვაი? რის ტკივილისგან? მოუხერხე, ნუ მე ესე გადაწყვეტ რომ მოუხერხებელი წოლის ტკივილისგან, რაც თორე ისეთი ის ვიყავი გაშეშებული ამ ტკივარა პოზაში, რომ ესე ცოტა ნაწილ-ნაწილ რო აიწყო, ხო? შენი თავიდან აი მე მთელი ცხოვრება ვხედავდი, რომ ჩემი ბებო დილაობით საწოლშივე რაღაც ვარჯიშებს აკეთებდა და ვიცინოდი მეგონა რომ იგონებდა ცოტა. რა ვარჯიშებს აკეთებდა გახსოვს? არა, არ მახსოვს. ამაში, ანუ გახსოვს რომ ბებო საწოლში მოძრაობდა. მარტო იყო საწოლში. სანამ ადგებოდა არჩი. ბატონო. ბებო. რა? მე ვიცი რომ არის ვარჯიშები, მეც დედაჩემისგან მსმენია, ოღონდ ფეხით უფრო, ანუ ხერხემლის ვარჯიში იდეაში, მაგრამ კეთება ფეხებით, როგორ იცი, აი ნუ რო წევ ხარ. ხო? აი ნახე იქით გაწევ, აქეთ, აი ნახე და აი მენჯით და ხერხემალიც მიყვება, ესე ცოტა. რა ვიცი, მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი მეგობრებო, სანამ არ მივადე ექიმს, იმიტომ რომ 10 ღამე გავათენე, 10 ღამე დავითვალე თან, 10 ღამე ვერ დავიძინე და ხან რას ვაბრალებდი, ხან სპექტაკლის დროს მოვიქნიე და მეჭიმა, ხან რა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ის რომ ისევ ეს ყველაფერი იყო გამოძახილი არასწორი სატრენაჟერო დარბაზში არასწორი ვარჯიში. მადლობა რომ ამახსენე. კი ბატონო, ყოველთვის ვიძახი ამას, იმიტომ რომ ძალიან შენ ისე მხოლოდ ხარ, რომელიც მივიდა სპორტ დარბაზში პროფესიონალთან, პროფესიონალის უბრალოდ კონსულტაციის ქვეშ ვარჯიშობ და თან თვითონ ძალიან გაცნობიერებული ამ ამბავში, იმიტომ რომ მთელი ცხოვრებაც ეკავს ვარჯიშობს და ასე შემდეგ და აჯიკოსაც კი დაემართა ის რომ ამტკივდა ხერხემალი. კი, ამტკივდა ხერხემალი ისე რომ არ მიძინი 10 ღამე. ნუ ბოლოს ხდება ის რომ ენდობი იმ ადამიანს, მე თავიდან მიყვები გონია რომ არა ეს ფეხზე უნდა გავაკეთოთ, ეს წონა ავიღოთ და ვეუბნები რომ არ მინდა, იმიტომ რომ რაღაცა ეს ფორმის დახრილობა მაქვს, გამრუდება მაქვს ხერხემლის. არა, გამომყევი გაგიმარგდა უკვე ხერხემალი და ფეხზე გარი წონებს ცოტ-ცოტას, მაგრამ ვამატები, რამაც განაპირობა ის რომ ისევ ის პრობლემები დამეწყო, ისევ იგი მე ექიმთან მივდივარ, ის ადამიანი მაგცევს ადამიანად, მე მაძინებს ასე ვთქვათ, შვიდად მე რაღაც პერიოდის მერე ისევ იცით რა არის, ძალიან რთულია. ხო, ნუშვები მასე და მე რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილებით ისევ ყველას მინდა მოუწოდო, რა შეიძლება იყავით ფრთხილად სატრენაჟერო დარბაზში, განსაკუთრებით პატარა, ანუ ახალი თაობა არ უფრთხილდება, პირდაპირ ეცემიან ხოლმე წონებს და აკეთებენ ვარჯიშებს, ოღონდ მალე დავიყაროთ ბატიბუტებივით კუნთები, ნუ იზავთ ამას, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ვიზიანებთ, რასაც მე 1 და 2 ექიმთან კონსულტაცია და ვიზიტი არ შველის და უფრო ხანგრძლივი მტკივნეული პროცესია ხოლმე. არჩი, გეთანხმები აბსოლუტურად. მე დიდი ხანია მივატოვე ეგ ამბავი, იმიტომ რომ მეც მაქვს ესეთი ცუდი გამოცდილება. ამიტომ დადის დარბაზში სადაც აძინებენ. დიახ, ამაზე ცალკე მედიციკა ჩაგიტარებ და კი ბატონო, მაგრამ რაც შეეხება გაღვიძებისას ლოგინში ვარჯიშს, არ ვიცი, ეს ჩემი ხასიათია თუ ასაკის ბრალია, ბოლომდე თვალიც არ მაგახელილი თუ გამოფხიზდი, უნდა აღდგენო. მორჩა. ხო, არ შემიძლია ეს ლოგინში ყოფნა და არ შეიძლება. მე დუნდები. თუ ეგრევე არადექი მე აღარ ძგინდა ადუგო, ხო? მე მკივდება რაღაცეები. აი თუ არ მძინავს და გონი თუ არ არის გათიშული, მოუხერხებია ჩემთვის მწოლიარე მდგომარეობა და ექიმი გამარკვევს რაში. გამოვიძახეთ ექიმი. ექიმის სტუდიაში. ფიზიკური და მანუალური თერაპიის სპეციალისტი ირაკლი ძიძიგური არის ჩვენთან სტუმრად მოსული და ის დაგვეხმარება იმაში, რომ თუ კი უკვე არსებობს ამე პრობლემა ხერხემალთან მიმართებით, სანამ გაჩნდება, რომ დავიწყოთ. გამარჯობა, ირაკლი, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ ჩვენთვის და მოხვედით. ირაკლი, ალბათ
მოვისმენდით დაახოთ და რა სანამ შემოხვიდოდით და ალბათ არც ეს პრობლემებია თქვენთვის უცხო და კიდე რაც ვერ მოვასწარით 4 ადამიანმა იმდენი გექნებათ მოსმენილი და იმდენი წელში მოხვილი ასე ვთქვათ ხო ადამიანი ფეხზე დამდგარი რა შეიძლება გავაკეთოთ ანუ რა არის ასე ვთქვათ სიგნალი რა დროსაც უნდა უკვე მიმართოთ ექიმს ან რა შეიძლება აი ამ ტკივილამდე რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენ თავს სანამ ექიმი დაგვჭირდება პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირველი სიგნალი არის მინიმალური ტკივილი აი რას ვეძახით მინიმალური სად? ხო ზურგის არეში ზურგის თელი ზურგის არეში პატარა ტკივილიც უკვე სიგნალია სიგნალია აი არის ეგეთი სიტუაცია პაციენტებში როცა როს ტკივათ ან მალამოსტა ისმევენ ან რაღაც გაიკეთებენ ინექციას და წამალს დაალევენ მაგრამ ეს არ არის შვება ეს არის დროებითი შვება ყოველთვის კი ბატონო იმიტომ რომ ეს არის სუფთა საათის მექანიზმის ბომბი დღეს თუ ცოტა ტკივა იქ უკვე მექანიკური დაზიანება არის ადამიანი რომელსაც არ ტკივა რამეს და ეს არ არის აუცილებლად ასაკის არა კავშირი არა ასაკი ხო ჩვეულებრივ თავიღოთ ახლა პროლაფსი ხო აი თიაქ არის პროტროზი ეგ უფრო ახალგაზრდა ხერხემლის დაავადება იმიტომ რომ უფრო ელასტიურია ჩვენი ხერხემალი ბევრად ელასტიურია ახალგაზრდობაში ვიდრე ასაკში ასაკს სხვა დაავადება აქვს ახალგაზრდა ხერხემალს სხვა დაავადება მოდით დავიწყოთ ჩვეულებრივად ჩვენ რას ვაკეთებთ დღის მანძილზე ეხლა დავანებოთ ორთოპედიულ პრობლემებს გენეტიკურ ტრამვას დავანებოთ ამას ყველაფერს თავი პირველი ჩვენ ვაკეთებთ სულ ამ მოძრაობას ხო ანუ საჭესებს ივათ ვჭამთ ვიღებთ რაღაცას ხო სულ ესეთ მოძრაობას აი ეხლაც ნახეთ არ ვიცი ეს დივანის ბრალი აი მინდა აი ესევა ხო ანუ ხერხემალს აქვს ყველა სახსას აქვს სტრუქტურა ანტაგონისტი კუნთების ანუ გამშლელის მომხრელის ჩვენი ძირითადი ფუნქცია დღევანდელ ყოფაში არის სულ მომხრელებს ვამუშავებთ ხო სულ ესე ვართ აი ამ პოზიციაში ვართ ან დაბლა ან ეს ამიტომ ჩვენ გამშლელი კუნთები საერთოდ არ გვიმუშავებთ გამოვაცეთ აი ეს პოზიცია რამდენი გქონდა დღის მანძილზე რასაც საბოლოო ჯამში ხერხემალი უჭირავს ხო დიახ რასაც საბოლოოდ ხერხემალს უჭირავს ეს რას ვაკეთებ არა ეს არაფერს არ ვაკეთებ ხო ამიტომ თავისთავად ჩვენ ვიზიანებთ ჩვენს ხერხემალს იმიტომ ანტაგონისტი კუნთი ყოველთვის აზიანებს ანუ ეს ბალანსი მომხრელის და გამშველის ეს აღარ და ადრე ადამიანი უფრო მეც მოძრაობს რომ ასე უფრო მეც მოძრაობდა აი გეტყვი ფანჯარას წმენთ ნახე გინდა არ გინდა წავიდა აჰა მაგრამ აბა იატაკზე გადადი რაშვები ისე ვიხრე ხო ფანჯარა ისე ხირად არის ფანჯარებს რომ მიყავდი მე იცი რა დროს გულისხმობდით იკა აი ხეზე რომ იძრებოდა რომ ქოქოსი მოეწვიდა ადრე ფიზიკური დატვირთვა მეტი ქონდა ვიდრე ახლა ხო ანუ უფრო გავარდიშებული ხეზე ვიჭექით ფეხით მეც დავდიოდით ნაკლები ხეზე გინდა არ გინდა რომ გამართული იჭდე ნახე მეტად დინამიკაში ხარ ვიდრე ახლა აი გასაგები ანტაგონისტი კუნთები მოვადუნეთ გავაფუჭეთ ხო გავაფუჭეთ მე ერთი კითხვა მაქვს ძილი ხო რა კი ამ ხელასაწოლი კი ბატონო საწოლი გვაქვს სტუდიაში და საუბარია გაგვიძებისთანავე რაღაცა ჩვენი ხერხემლის ამუშავებაზე აქვს თუ არა მნიშვნელობა ძილს იმიტომ რომ პრინციპში პოზას იმიტომ რომ პრინციპში აი რამდენი ადამიანიც ვართ იმდენი ჩვენი პირადი მდგომარეობა გვაქვს ძილის და იმის შეცვლა უძილობა აი მაჩვენეთ როგორ გძინავთ მაინტერესებს წადი და მაჩვენეთ ირაკლისთან მე გაჩვენებთ ჩემ პოზას და გამორჩეულია ცოტა მე გეტყვით ირაკლისთან ვიზიტამდე და მერე აი ნინა ბალიშით მოვიკავ დედა მერე და ბუნები რომელი იწყებს მოდი ჯერ მე ვიტყვი ძინავს ასე ხერხემალი დიახ უნდა იყოს წოლისას როგორც გავართ ის მოიცა თანვანა განსაკუთრებით კისერი ძალიან უგემურია ირაკლი ეს ერთი წამი თანვანა ანუ როგორ უნდა იყოს როგორ დგავარ მაშინ ეს არ მინდა გინდა ბეჭები უფრო მაღალია თავი დაბალია და წევხარ ბალიში გინდა ანუ აი ეს ბეჭიანათ უნდა ედოს ეს უნდა იყოს მარტო თავი და კისერი აი ეს მე მგონი საერთოდ ნუ ეს ახლა ასე ვიცი მე როდის ვიწვევით ჩვენ იგივე შეგიძლია გაიმეორო გვერდზე პრობლემა არა მოიცა ეს ეხლა ამ წუთში ეს გადასარევე მაგრამ ძილით არ ამგონი ეხლა გადავბრუნდი დაწეკ გვერდზე იგივე ვარიანტია ხო ბალიში თუ სწორი ახლა ცოტა შენთვის მაღალი მუცელზე არა სახით იქითქენი სახით იქითქენი წამი ერთი წამი ხო და მე მინდა ბატონო 50 ეხლა ეს ბალიში ოდნავ მაღალია შენთვის მაგრამ ისერი მაინც სწორად არის კი ბატონო ხო ეს სასურველია აი როგორ წევხარ სინამდვილეში აჩვენე აი სინამდვილეში წევარ აი მოიცადე
აი ეს. აბა ეხლა რა სიტყვით ამ პოზაზე? რა მოჭღანა? მაგას ვიძახი, ეს იყო ირაკლისთან ვიზიტამდე. ეხლა მძინავს ნახე როგორ თუ მაინც და მაინც გვერდზე და აუცილებლად გვერდზე, აი ეს. რა სისულელე. შეიძლება გვარა ასე მგონია რომ მძინავს სანამ ჩავიძინებ ეს. ადექი მე გაჩვენებ როგორ ვამუშავებ მე ძილში გამხს რა ქვია იმას ანტაგონისტ კუნთებს. ბალიში არ მაქვს. და რო ვწვევი? ბალის არ ხმარო? გაღვიძებამდე, არა, გაღვიძებამდე მხოლოდ ერთადერთი. ხო, აი ესე ძინა მთელი ღამე ნინოს. აი ეს ხელების გაშლი მაქვს წიწილასავით და ერთ ხარეს გაკ ეს თავი. შენ გადაბრუნდი არის აი ეს. ხო, მაგრამ ესე რო კიდევს თავი. დამუხტულია საწოლი. ესე რო კიდევს თავი, ხო, ნახევარი კუნთოვანი კორსეტი კისრე შენ დაჭიმულია. სუნთქივა კისერი. ფაქტიურად შენ კისერს არ ძინავს. ესენი კარგი არის. ანტაგონისტები მუშაობენ. ხარი არის, მაგრამ ზოგჯერ მეღვიძება ხოლმე ღამე და აი ფანინგო არა დასვენებული. იმიტომ რომ სუზემოთ მაქვს ხოლმე ხელს. დასვენებული არ არის შენ. დაჭიმულია მთელი ღამე შენი სხეული არ როგორ დაჭიმულია. დავსვათ? მე როგორ ძინავს ხახო? ამიტომ გვერდზე წოლა და ზურგზე პრობლემა არა. ვისაც როგორ აქვს. ემბრიონის პოზა? ემბრიონის პოზა არა აუცილებელი. აი ეს დედას გაფიცები. ნორმალურია ხა? რატო თიკა ვერ ეტევი? გამაგებ. აი ეს რატომ აქ ეს კითხვის ნიშანივით? გამოდი აქეთ გასწორდი. მეორე და სულ აი ესე მძინავს, ანუ ხდა მე ძაღლი ვაყოლებ ხნები. ხო. რა სიტყვით? გავაუბედო. ნუ ყველაზე სწორად მაინც აჩიკოწოს. აი, მაგიტო ვიძახი, მე ვიყავი თქვენამდე და თქვენს მე. ბოლო რო არ შეიძლება ეგ არის ჩემი. ბოლო რომელია? თიკა? ნინო. და ცალიფეხი მოკეცილი, კი. ხო, მეც. აი, ამაზე ვგიჟდები. ნახე, რა ლამაზია, რა ლამაზი პოზა. ძალიან კარგი ძილია ეს. და დილას რომ ვიღვიძებ მტკივა მუხლები პირველ რიგში სანამ. იმიტომ რომ იმიტომ რომ ხელხემალი მაწუხებს და მოყვა მუხლიც. აი, მაშინ ირაკლი მიგვაჩვიეთ, როგორ ვაიძულო თავი რომ დავწვეთ ისე როგორც. მივედით იქამდე, ნახე, რეკომენდაცია მოგცა. მომეცი ისა ბალიში პატარა ბალიში. ეს სუდია. ეს სუდია. ეს პატარას მოგიდან. არის თიკა. ეს არის პატარა ბალიში, პირველი. მაქსიმუმ გვერდზე. აი, ეს არის გვერდზე. ხოლოდ კისერი და თავი დევს ბალიშზე. აი, უკეთესი მაგ. ხოლო თავი მიდევს ბალიშზე და არა ბეჭი. საერთოდ ბალიში ჯობია იყოს ოდნავ ცარიელი და დიდი, იმიტომ რომ ზურგზე თუ წვევი უფრო ნაკლები სიმაღლე გინდა, გვერდზე თუ წვევი, იმიტომ რომ ეს ხრის სივრცე ხოლმე შეავსო. ცარიელი ბალიში როგორც მინდა ისე ხო, ანუ მოირგო რა. ისრის ქვეშ რომ მოირგო. იმიტომ რომ ხარი უფრო მაღალია, ვიდრე ბეჭი და კეფის სიმაღლე. ამიტომ თუ ზურგზე წვევი ხო სხვა სიმაღლე გინდა. აი, გადავედი ზურგზე. გადავედი ზურგზე, აბატონო. ვერ გავი მხარი უნდა იდოს ბალიშზე თუ არა. არა, ისევ და თავი უნდა იდოს, მაგრამ ზურგზე წოლის დროს თავი უფრო ნაკლებად უნდა იწიოს, ხო, იმიტომ რომ ხარი უფრო მაღალია, ვიდრე ბეჭის და კეფის არის. ამიტომაც თუ ზურგზე წე ხარ უფრო დაბალი სიმაღლე გინდა, თუ გვერდზე წე ხარ უფრო მაღალი, მაგრამ მაგიტომ უნდა იყოს ოდნავ ცარიელი ბალიში, მოგეცო. ასეთ პოზაში რო ხერხემალი გიწყებს ტკივილს, რა ეს ხო იცი რა. მოსწავლე მდგომარეობაში ხერხემალი წავს ტკივილს, ეს პრობლემაა უკვე. ой ქონია როგორ ვერ გავიგე აი ესე რომ დავწვევ 10 წუთში დამეწყება ეს თითკივილი რომ თუ არ მომეხმარე ვერ აი ამან მიმიყვანა ირაკლიმდე იმიტომ რომ მივხვდი რომ უკვე კომფორტული პოზა აღარ არსებობს მივედი უკვე ირაკლი თიაქართან გვაქვს მალების არასწორ გადანაწილება დისკომფორტის დონეზე როცა ხერხემალი კილა დისკის 1/4 უკვე გაწვეთილია ცვეთაში ვარ. მე ყველაფერი ცვეთაში ვარ. ხო და აი ამ ცვეთამისთვის მე მგონი ტკივილი განსაკუთრებით დილას რომ ვდგებით სანამ გახურდება კუნთი თუ სახსარი თუ გახურდება. აი ეგ მასწავლე კიდე ხო. საერთოდ როცა გავიღვიძებთ წესით როცა პრობლემურია. საერთოდ არა აუცილებლად მარტო ხერხემალი დინა მუხლი. ხო, დინა მუხლი. უცებ არ უნდა ადგე. ჯობია 15 წუთი ცოტა გამოფხიზდა. აი რა ვაკეთო 15 წუთი. გაიღვიძოს ორგანიზმი. ჯერ გაიღვიძე. საწოლში დილას. ხო, უბრალოდ გაიღვიძე. ნუ წამოხდებით უცებ აი მაღვიძარ არ გაღვიძებს და უცებ წამ. ეგეთ რაღაცას ნუ აკეთეთ ცოტა ხანი და ისვენე. აი გავიღვიძე. გავიდეთ 15 წუთი. მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია რომ ლოგინი უნდა იყოს ზუსტად 90 გრადუსზე შენი მუხლის მოხრის. ანუ დაბლიდან არ უნდა დგებოდე ლოგინზე. ვერ გავიგე. აი რო ჩამოწევი. ხო, ანუ შენთვის ეს დაბალია ეს ლოგინი. ხთი ანუ ეს მოხრი ზემო დაბლიდან არ უნდა დგებოდე. მოდი სახებოდე 90 გრადუსზე. მე მიყვარს მაღალ ლოგინზე. ძალიან მე რა ქალებს ჩვენიერი ანუ მაღალ და ახლა ქვემოთ არ უნდა იყოს ხო კი ბატონო ეგეც თავისებური დატვირთვა це პრობლემურია აჰა მე იცით როგორ ვდგები ანუ ცოტა მაღალი საწოლი აბა ერთი წუთი ანუ ხომ თქვი რომ მუხლი ვტკივა ხო
ხელები გჭირდება? აი ესე ხელები გჭირდება? არა, ჯერჯერობით ეგ არ მჭირდება, ეგ არ მჭირდება, მაგრამ აუ გეხვეწები ხო გეგონათ რომ იდეალურები ვიყავით, თურმე არა. ახლა რეკლამაზე ეხლა გავიდეთ რეკლამაზე. ვარჯიშები, რომლებიც უნდა გავაკეთოთ გაღვიძების თანავე ირაკლი გვასწავლებს. გავიღვიძეთ და მზად ვართ ვისწავლოთ ვარჯიში ლოგინშივე. კი ბატონო, და გავყოთ ორ ნაწილად, ხო ხერხემ, ანუ ზურგი და წელი. ჩვენთან არის სტუმარად მაინც წარმოგიდგენთ სტუმარი ირაკლი ძიძიგური, ფიზიკური და მანუალური თერაპიის სპეციალისტი და ახლა გადავიდეთ აჩიკოს ზურგის კურნალობაში. გავყოთ ორად. კი ბატონო. კერდის და კისრის ნაწილი და წელის ნაწილი. კი ბატონო, ეხლა რა და მუხლები დამიტოვეთ ისე. ერთი წამი. დღეს ჩვენ ხერხემალზე საუბრობთ, მუხლებზე სხვა დროს. მადლობთ. არი მიქვე გამეკო. ნუ ეს ვარჯიშები არ გამოიყენება, როცა ფესობრივი სინდრომია და მწვავე ტკივილი, მხოლოდ თუ გზნობთ ოდნავ დაღლობას, სისუსტეს ზურგის მაგ შემთხვევაში. კი ბატონო. მხოლოდ მაგ შემთხვევაში. ეხლა რა დაწექი ზურგზე. შენ მოდი წელი ვაჩვენო. ზურგზე დაწექი ზურგზე. არა. თავი. შენ როგორ მოდი წერდი? დედა, მოდი. მოიწეცათ ჩემსკენ. ეს მოხარე ორივე ფეხი მუხლი. ეხლავე აი ესენი. ა ბატონო. ეს მოკიდე ცალხას მუხლს. ერთი ხელი. კი ბატონო. მოკიდე და ეცადე ოდნავ გაშალო ხელი და ფეხი და ხელებით გაუწია წინააღმდეგ. ოდნავ რო დაჭიმო. აჰა. ზნოთ ნუძულასთან და წელის არის. წვის ნუძა. წვის არა. დაჭიმე? ანუ თითქოს მუხლი ცდილობს რომ ხელით გაჭიმოს? წინააღმდეგ შევეთ, ხო, ორივე ფეხი მოხრილი უნდა იყოს? კი. მოუშვი, ოღონდ ზომიერად, უნდა დაჭიმო, მოუშვი, დაჭიმო, მოუშვი. ეხლა სიამოვნოა ეს ზურგიც მეჭიმება, კი? კი. 10-დან 20-მდე. კი ბატონო. ერთი ფეხი, იგივე მეორე ფეხი. იგივე მეორე ფეხზე. აი ხო დრო აღარ დავკარგოთ. ამაზე ეს გასაგები, ანუ ვეწინააღმდეგები, ანუ ამას არ ვამოძრავებ, ტერფს ვამოძრავებ ხოლმე მენჯიდან და წელიდან. მენჯიდან და წელიდან. კი ბატონო. ოღონდ მოძრაობა ყოველთვის ესა პრობლემურია ხერხემას. ხერხემას უკვე სტატიური მოძრაობა და არა დინამიური. ყოველთვის უნდა ვივარჯიშოთ ისე რომ ხერხემალი არ ვამოძრავოთ. ეგრე ყოველთვის უფრო დაიცავ შენ ხერხემას, როცა პრობლემურია. აი ხო წელს ტვირთავ მარტო. ისე რომ არ იმოძრავ, პროსტა ეს ვარჯიში ოდნავ დაჭიმე, მეტი აჰა. გასაგები. გავიგე. კარგი, ეს პირველი ვარიანტი. მეორე ერთი რაღაცა გამოგჩა. ამას რო ვაკეთებ, და უნდა იყოს გამართული. აჰა. როგორც არ უნდა წაიღო შენსკენ. გასაგები. всё. კარგი, ჩამოწიე ხელი, ახლა დიაგონალური გავაკეთოთ. ესე დადევი. საპირისპირო ხელი მოკიდე. გარდიმანდურად. იგივე ხო? მუხლს გააწვეს გარეთ და ხელით დაჭიმავს უკვე ხერხემალს. საპირისპირო დატვირთე. ეგ აი უნდა იყოს. ეხლა მენჯი მუშაობს თუ წელიც აჩვენე. წელი. მუხლს მოკიდე. მუხლს მოკიდე. მე მგონი ეს ცოტა ნელა უნდა აკეთოს, ხო ხაჩიკოს ცოტა ჩქაჩქარა აკეთებს. პირდაპირ ეთერში ვარ, და შესაბამისად ხო. მაყურებლებსაც გავაგებინოთ, რომ ცოტა ნელა ნეტვირთება მხოლოდ წელი. მეტი არაფერი. და მესამე ვარიანტი ორივე ფეხი მოხარე, ხელები მოკიდე, ისე შეკარი. ესე თითები გავუყარე ერთმანეთში და იგივე ვარიანტი. მიაწექი ორივე. კი ბატონო. გავიგე. ქრისტინეს ბონუსად მენჯი აინტერესებს, მენჯიც ვაჩვენე. მენჯი თუ მუხლი? მე მუხლი მაინტერესებდა, მაგრამ ეს ყოველთვის უფრო პრობლემურია როტატორი მენჯის. ანუ ის რო ზიანდება როტატორის კუნთი. მე ზიანდება უკვე კოქსათროზი მე იწყება. მე არ მაქვს როტატორის კუნთი. ანუ ცოტა. ამიტომ დაშალაკეხები, ამიტომ არც დამღლელი ვარჯიში, ესეც მხოლოდ გაძლევს. ბალიში მინდებს ამ დროს. კი, ყოველთვის გიდოს ბალიში, იმიტომ რომ თავი დაბლა არ იყოს. კი ბატონო. ჩაატრიალე ორივე ფეხი მენჯიდან, გადაატრიალე გარეთ, მუხს არ ხრი. გადაატრიალე გარეთ. აჰა. რათა გემრიელი. მარტივესია. ხო, მარტივესია, მაგრამ კი, აი ეს უძრავ დაჭიმო. აგათ აუნჯობესებს რა. კი ბატონო. ცოტა საზარდულშიც ჩავა. ხო, თავისთავად, აბა ხო. ხო. მენჯი. კარგი. მარტივი და გადასწორებული. ეხლა უბრალოდ გაიჭიმა, ხო? მე მგონი ხერხემალი ამ ჩვენი ვარჯიშებით. ანუ ცოტა გაიწელა. იღვიძებს. თამაში მოდის. გადავიდეთ ეხლა ზურგზე, ხო? ეხლა ზედა ნაწილი. კერდი და კისერი. კი ბატონო. და ჯიქი, აქეთ ჩამოიწია. ჯობია რომ ეთერს. თუმცა მეგონა რომ მუცელზე რომ დავწოლილიყავით რაღაცა ზურგის. მუცელზე რომ დაწვების უკვე უფრო რთული ვარჯიშებია და ეს უფრო მარტივია. ეს უფრო საყოველთაოა, ვიდრე ხელები თავზე. შემიძლია უკვე ამოვიცვა. ასე და ასე ხელები თავზე. ასე? კეფას მოკიდე, იდაყვები წინ, კეფას მოკიდე, ისეს არა. მაღლა. ესე. ოდნავ დახარე დაბლა თავი, რომ ლორდოზი გავაუქმოთ და უფრო ახლოს დაიჭირე და კეფით მიაწექი ხელებს და ხელებით გაუწია წინააღმდეგო. სულ ოდნავ, რომ კისრის დაჭიმულობა იგრძნო. კი, გრძნობ. და ყავას ვინ გააკეთებს? ყავა თავისით კეთდება, უკვე ისეთი წამოფრინდები მერე.
10-15. ნუ კაპაკუპით გააკეთე. გავიგე. და მარტივია ესე ძალიან. მეორე ვარიანტი. ისევ ქონდეს ხელები, გაშალე სიგანეზე. თავი ოდნავ დახარე, იგივე. ოღონ ხელები წინ არ მოდის. ანუ იდაყობს აფიქსირებ გვერდზე. კი, ჩადის უკვე აი ეს ადგილი მეჭიმება. კი. ქრისტიან თავი ცოტა დაბლა. აი. არის უფროსო, ესეც 10-15. კი. გავაკეთე. ეს არის ყველაზე ესეთი ინტუიტიული ვარჯიშები, რაც პრობლემას არ შექმნის, როცა მინიმალური ტკივილი გაქვს. ზურგის ტკივილი. თუ ეს შედის ამაში. შედის ამაში. ერთი ესეთი სახალხო თქმულება. გავშალოთ ხერხემალი და სხვადასხვა ყველა თავისებურად ხო ესე რო იჭერენ ხოლმე და კიდებენ. რაღაცა ткаცუნები ერთი რო გიჭერს და მეორე რო ფერთხავს და ცოტა სუნთქვა გეკრება. ეს მანიპულაცია, მანუალური თერაპია. არის თუ არ არის სპეციალისტთან. მანიპულაცია ძალიან ეფექტურია, როცა კუნთოვანი კორსეტი ძლიერია ხერხემალს. ხო. მაგრამ როცა ადამიანს 10 წელი, 5 წელი და არაფერი გაუკეთებია, თავისთავად უფრო პრობლემაა და საშიშია. საშიშია. ანუ რომ მოგადგებიან, მოდი დაგიტკაცო. მოდი გაგიშალო, არავის არ დავნებდებთ. არ და მით უმეტეს მაგის მერე უცბად დასმა არ შეიძლება, ხო ესე მოიქნება ხოლმე და დასმაზე არ არის, მან ძეცნა გაახურო. სანამ მანიპულაციას გააკეთებ, უნდა მოგუშო მე რომ გაიკეთებ 15 წუთი უნდა იწვეს, ესე არ არის, გაიკეთებ. დაკიდება არასწორი თეორია. არ იშლება, მაგას როცა ჩვენ ვეკიდებით, ხო? ჩვენი სიმძიმით არ ვიშლება. ხელით რო ვეკიდებით, ხო? ჩვენი უგანიერესი კუნთი მაგდება სადღაც ბოლოს პირველ მეორე მალაზე წელის, ხო? ეგ არის და მორჩა. ანუ ის ხო დაჭიმულია, სამოდუნებული არაა. და თუ ეკიდები, უნდა ეკიდო ფეხები მიყოს 90-ზე მოხრილი და წელი გასწორდეს. ნუ დაკიდე. უბრალოდ ფეხები ორწიალებული და ჩამოვეკიდეთ არ ვარგა. არ ვარგა, იმიტომ რომ ჩვენ ამით ხო ვასუსტებთ ხერხემალს. ჩვენ უნდა ვაძლიეროთ. პირიქით რაღაცა როცა პრობლემა გვაქვს, უნდა ვაძლიეროთ ხერხემალი, მაგრამ ესე ყოველდღე დავეკიდებით, ჩვენ ამით უფრო დავასუსტებთ. სულაც არ არის სასიამოვნო ეგ დაკიდება. ანუ მივდივართ ისე ვიქრო ხერხემლის გვერდით და კუნთები უნდა გავამაგროთ, რომ ხერხემალი იყოს კარგად და არ გტკიოდეს. და ის დაკიდება იქნება, ცურვა იქნება, თუ რაღაც ის ყველაფერი დროებითი, ასე ვთქვათ, შემსუბუქება. შეიძლება შვება იმ წუთში ვიგრძნო, მე მქონია პირადად ბატონო ირაკლი, ანუ აი გამხსენი მithქვამს ჩვენი მსახიობები და აი დაუკაჩი ვარ ესე და იმ წუთში სიამოვნებს. კი, სასიამოვნო ეს საბოლოო ჯამში არ არის შვება და ეს არ არის ვარჯიში. გახსნა იმიტომ სიამოვნებს იქცნება მათაშორის დისკში, მაღალი. იმიტომ რომ კუნთოვანი კორსეტი სუსტი გაქვს და დატვირთვა დისკზე. ეს მანიპულაციის ზნევა ვარდება და შვებას გზნობ, მაგრამ ეს შვებას გზნობ ის პერიოდი სანამ დაიტვირთები. და დაიტვირთები ისე აქტივდება. და ის ვარჯიში რომ ასწავლეთ თქვენ. კი, როცა ძლიერი ხერხემალი ეს მინიმალურია. ეხლა როცა პაციენტი მოდის სულ, ხო? აი მიყავს ბოლომდე ეს ეტაპი, რომ აი ცოტა გაიმაგრა კიდე ცulis ვარჯიშებს, რომ პიკში მივიდეს დატვირთვის, ხო, რომ ძლიერი ქონდეს ზურგი. ეს მანიპულაციაც უკვე რომ უკეთდება, იმიტომ რომ ძლიერი აქვს შედარებით, ხო? ის მანიპულაციის ხმაც აღარა უკვე. აღარ არის. ნუ აღარ ვარ, იმიტომ ძლიერია ზურგი და აღარ არის. აღარ იღრება. და ხერხემალზე ლაპარაკობთ, მაგრამ მისი ლოგიკური გაგრძელებაა და ვის რა აწუხებს მე უწყვეტლივ მტკივა კისერის. შესაძლებელია, რომ კისრის კუნთები როგორ გავიმაგრო ხოლმე. მე მგონი ვიპოვე ჩვენ მიზეზი შენი კისრის ტკივილის, შენი წოლის ფორმა. შანსი არ აქვს, როცა კისერი როცა იმიტომ რომ მე მივხვდი რატომაც გეტკიებოდა, რომ დავინახე რომ აი ცალხარეს. ხო, მაგის გარდა გაიხსენეთ უმეტეს დროს როგორ ვატარებთ ტელეფონთან. არა, მე ეგრე ვერ დავწერ. იცი რამდენჯერ მიფიქრე, რომ ეს მგონი რომ აი ბევრ რაღაცას მე ნელ-ნელა გადაგვიგვარე. როდესაც აი სანამ ჩამეძინება, სანამ ავდგები, აი ესე ვარ. ტელეფონში შემძვრალი და კისერი მაქვს დაგრეცილი. ეგ თვალებსაც აბნებს კისერთან ერთად. ჩვეულებრივ ჯდომაც აბნებს. ეგეც მოგონილი პოზა. ჩვენთან კომფორტისთვის შევიქმნეთ სკამზე ჯდომა, თორე არ ამისე არის ფეხი-ფეხი. აბა რომელია არამოგონილი პოზა? დინამიკა და წოლა. ჯდომა საერთოდ არ არის. დინამიკა და წამოწეკი. ერთ-ერთი ჯდომა, რომელიც სასარგებლოა, უფრო ლოტოში ჯდომა. იმიტომ როცა ლოტოში ზიხარ, არა აუცილებლად მაქსიმალური ლოტოში. მე ვერ ვჯდები. დაჭიმული გახცენ, მოდუნებული არ ზიხარ. მართლა? კი, ბოლომდე მე ესე ფეხები სულ ამოტრიალები. არა, ეგ რატოა? აქ არის ლაპარაკი მაქსიმუმი, აი ეს. უი, რა მოგიგონია ეს? არ მჯერა, შენ არ ჩილი ხარ. აი, მიდი ქრისტინე. აი ეს მე არ შემიძლია. ქართული შენ ლოტუსს იცახი ხა მთლად. აბა მუხლები მტკივავ ხა ხო ის არის ძალით მომიყვა ხა ეგ ამბავი რა მუხლები ეს დამჭა ცალკე მე ჩვენ. ანუ შენი ხმა არის მის მგონი ეხლა. არა ხმა ის მის მე მგონი ყური. აი ეს არის ჩემი
მაქსიმუმი. ანუ შენ არ გაგახსნილი რა ადგილი? ანუ თუ ესევე არ შემიძლია ესე ჯდომაც კარგი. საზარდული აქვს ესეთი. არ უშვებს. ანუ ამებს გააკეთებ. განზე არ გადადის რა გავაკეთო. ну აკას ვარჯიში უნდა წავ. ანუ ესე ჯდომაც კარგია თუ არა? იკაი. წამოდი იოგაზე. კაი, რეკლამის დროს გავცეთ ეს საიდუმლოდ საუბრობდით დასაწყვეტ სიფრთხის მატრასის როგორც თქვენ ეძახით. მატრასის ვარგისიანობაზე. ვარგისიანობაზე, როგორი სირბილის უნდა იყოს, როგორი სიმკვრივის უნდა იყოს. ესეც გვასწავლეთ. რომელია კარგი? იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი ნაირსახეობა შემოვიდა, უმრავლეს მაგალითად ეძახიან ორთოპედიულს. არა ორთოპედიული დიზმის აღარ არის. ხო. და ეს ორთოპედიული ყოველთვის ძალიან მაგარია. მე ამ სიამოვნებს. მაგარი არ მე ზომიერად მაგარი. დაწექი ჩემსკენ სახით. თქვენსკენ სახით ქრისტინე მაკრეშენგენი. ეხლა გავარკვევთ ვარგა თუ არა ეს კონკრეტული მატრასი, რომელზეც ახლა ჩემი მეგობრები ვიცოტრიან მატრასი. მოიწია ჩემსკენ. არა, სახით არა. სახით აი ეს. როგორც იცი. ეს თუ ესე გინდა რომ დაწვედა. არაო ირაკლი. გვერდზე, მარცხენა გვერდზე. იმიტომ რომ აი ესენი დამაქვს თან ხალხო თქვენ რა გადაგებინათ. იქეთ. აპარატურით ვარ წარმოდგენილი. მოიწევს, არ დაგიბეროს. ადლობანინა? ხრები და მინჩი უფრო განიერია ჩვენი ხელს ვიდრე წელის მეოთხე თეძო თავდება ესე წელის მეოთხე მალა ბეჭიო თავდება გუნკერის მეშვიდე მალა ეს არის უფრო ვიწროა ანუ ხარი და მინჯი განიერია თუ მატრასი არ ვარგა და ფორმას არ ასწორებს ხერხემალ მიდის დაბლა ანუ იხრება მატრასმა ეს ფორმა თვითონ უნდა გაასწოროს ანუ ეხლა თუ მატრასზე ვერაფერს როგორ ხედავთ ხო? ბაჭი ხო გეტყინე არა პირიქით. კაი პასტა მოიტანთ ფლომასტერი. არა, ინახე ცოტა მიდის, კი, იხრება. ანუ მატრასი ეს შეძის ამაზე მე არა, ზოლზე. ზოლი ზუსტი არ არის. ცოტა ნახე ცოტა მომრეცილი. ხო და მე რა ვქნა მატრასი მაქვს რომელიც მე ხუტება რომ წვევი ანუ ჩემ ფორმას იღებს და მე იქ სიამოვნებს ძილი და ალბათ იქაც ხერხემალი ეს რამდენი ხანი გესიამოვნებთ? გააჩნია ვინმე. ერთი წელია იქ ვწევარ და არ გაგშვება? პირიქით კარგად გრძნობ ხო და მე მგონია რომ უნდა გეხუტებოდეს ეს მენჯს და მხარს წევს ვინმე მაინც. აღარ იმრუდება შენი ხერხემალი ხო და ვინმე როცა არ გეხუტება მატრასი უნდა არჩიო რომელიც გეხუტება ხერხემლისთვის ალბათ მატრასი ჯობია ისე. იცი რა საბოლოო ჯამში ესე იგი რჩევები მივიღეთ რაც შეიძლება და ყოველ შემთხვევაში ეს ვარჯიშები ყველაფერი ძალიან კარგია თუმცა მაინც გონია რომ ექიმთან კონსულტაცია საუკეთესოა ტკივილის დროს რომ რამე არ გაგვირთულდეს და არ გადაიზარდოს რამე ქრონიკულ დაავადებაში ხო შეიძლება ესეც იყოს არა ან დროულად ექიმს მიმართოთ თუმცა ვარჯიშები ჩვენ რაც შეგვეძლო სახლის პირობებში გვესწავლებინა ის გასწავლეთ დილას რომ გაიღვიძებთ თუ გახსოვთ უცბად შემიძლია თუ არ გახსოვთ გაგახსენოთ ესე იგი პირველი იყო ეს ერთი მუხლი მიჭირავს და აი აქედან მუხლით ხო წინააღმდეგობას უწევ ხელს იგივე აქ 10-15 ჯერ მეორე იყო ეს საწინააღმდეგო მუხლზე მიძევს ხელი და იგივეს ვაკეთებ წინააღმდეგობას უწევს მუხლი მინდა გარეთ გავწიო და ხელი არ უშვებს იგივე აქ მესამე იყო ეს ხელები გადაჯვარედინებული იგივე წინააღმდეგობა არის და ეს წელი და მე რა იყო ეს კელტი ჯიქი ხო აქ უკვე ვისხედით თან კეფაზე ეს იდაყვები წინ იდაყვები და იგივე ვეწინააღმდეგებოდი ოდნავ დაბლა თავი თავი აი აქ ხო ესე მეორე იყო გასული იგივე ოდნავ დაბლა აღარ მოიყურებ ანუ დაბლავი იატაკს უყურო ჯობია ხო სულ ოდნავ კი ბატონო ხო ეს იყო ხო არ გამომრჩა ეგ არის მადლობა რჩევებისთვის რომელიც გაგვიზიარეთ იმედია გამოუმჯობესდება თქვენი ყოველდღიური გაღვიძება თუ კი ამ ვარჯიშებს გავითვალისწინებთ და დავემშვიდობებით ახლა ჩვენს სტუმარს და ახლა ნელ-ნელა გადავდივართ მომდევნო სტუმრებთან რომლებმაც უკვე დაიკავეს ჩვენი სავარძელი და მთელი მაგი და მინდა გითხრათ რადგანაც სწორედ აი ამ ნივთების ავტორები არიან ის გოგონები რომლებიც ახლა ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან სოფო მუხულიშვილი კოსმოს დამფუძნებელი თამარ აფციური კოსმოს დამფუძნებელი და ეს გახლავთ კოსმო გამარჯობა გოგოები კოსმო ნამდვილად მე დარწმუნებული ვარ რომ გოგოები დიდხანს არწვანა ლოგინში იმიტომ რომ სად არის ამის დრო და საშუალება სულ რაღაც 3 წელიწად ნახევრის წინ ორმა გოგომ მეგობრები ხართ ალბათ ხო თუ მე დამეგობრდით არა დეიდაშვილები ვარ. დეიდაშვილები, ორმა დეიდაშვილმა. რამდენ ორ დეიდაშვილს ან მეგობარს ნდომია რაღაც მოდი რამე გავაკეთოთ, გადის წლები, მაგრამ გოგოები აღმოჩნდნენ ყოჩაღები და დაიწყეს რომლის არ ვიცი, ის იყო რაღაცნაირი სიყვარული მუშაობა ყავთან ან ხესთან და რომელმა გადაიბირეთ რომელი? ერთად
ერთად დავიწყეთ ყველაფერი ჩვენი საქმიანობა. ერთად მოგვიდა იდეა ზაფხულის ერთ მშვენიერ დღესაც. საუბრის დროს მოდი გავაკეთოთ თავდაპირველად იყო ყალსაკვამი, რომელიც იყო კოსმოსის გამოსახულებში და სახელი შესაბამისად აქედან წამოვიდა უკვე მოგვიანებით. ანუ თავიდან იყო ჰობის დონეზე და შემდეგ ანუ პირველი ყელსაბამის გამო დაირქვით კოსმოსი. დიახ. და აირჩიეთ ორი მასალა ხო სამუშაო ძირითადად ეს არის. ანუ სხვა მეტალის და სხვადასხვა აქსესუარებსაც ვამზადებთ. ნუ თავდაპირველად მაგით დავიწყეთ და შემდეგ უკვე ტყავის და ხის აქსესუარებსაც დღეს უკვე 20-მდე ნაირსახეობაა, მათ შორის არის ესეთი ციგნაკები, დღიურები, საფულები, ქართული შიგთავ ქართულად აქვს ესეთი ჩვენი დიზაინი არის სხვადასხვა ზომის. აი ნახეთ ეს ჩვენ თვითონ შევადგინეთ დღის გეგმა როგორ შეიძლება გავუმარტივოთ ადამიანის დღის დაგეგმა და მუშაობის პროცესი. ამ დღის გეგმაში დილას წერთ 15 წუთიანი ვარჯიშები. 15 წუთიანი ვარჯიშები და მერე დანარჩენი. ასევე ხაზგასმით თქვენში არის ნათქვამი, რომ ყველა მასალა, რომელსაც იყენებთ, არის ნატურალური და ქართული. დიახ, სწორედ ასე არის, რასაც ვიყენებთ მასალები, ეს ჩანთები. აუ, მაცი ვარზე მისაწებებელიც ვიპოვე. კი, ეგ ხისგან არის დამზადებული ეგ სასაჩუქრე ნაკრები, რაც შეეხება ტყავს, ეს არის ნატურალური ქართული ტყავი. ხეც არის კაკალი, ესეც ქართულია, კახეთიდან მოგვაქვს სპეციალურად ჩვენი ჩანთებისთვის. და მზადდება სრულად ხელით. ანუ სრულად 100%-ით ხელნაკეთი არის ყველაფერი ესენი, რაც და თქვენ რომელ შექმნით სამდენი ჩანთა და კიდე ალბათ რამდენი არ მოგიტანია. თუ როგორ განვითარდა თქვენი ამბავი? ანუ თავდაპირველად ჩვენ დავიწყეთ ორმა მე და სოფიმ. თუმცა ახლა უკვე საკმაოდ გავიზარდეთ 25 ადამიანის სითვლის ჩვენი გუნდი ოფიციალურად ვინც ვართ გუნდში და ნუ ყველა ერთად გუნდურად ვქმნით ამ პროდუქციას. ხო და ეს თქვენი გუნდურობა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ უკვე დიდი წარმატებები გაქვთ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ბაზარზეც, ხო? ამის შესახებაც მინდა რომ მომიყვეთ საერთაშორისო თვალიერება. ძალიან მომწონს გადავირიან. აბა, კი ბატონო, მოგახსენებ, ან 3 წელიწად-ნახევარი რაც ქართულ ბაზარზე ვართ, უკვე კოსმო წარმოადგენელი გვაქვს 3 ფილიალი და გვაქვს ახალსნა შოურუმი, თუმცა გადავწყვიტეთ რომ საქართველოს ბაზარი ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა საზღვარგარეთად გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია და გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია ყველას აბსოლუტურად და ამიტომ აწარმოე საქართველოს დაფინანსებით გავემგზავრეთ წელს, ახლა ხან ვიყავით 13-15 მარტს საერთაშორისო ტყავის გამოფენა იყო ჰონკონგში, ტყავის და ტყავის აქსესუარების გამოფენა ასე ეწოდებოდა. პირველად ვიღებდით ასეთ მასშტაბურ გამოფენაში, მსოფლიო მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობას და ნუ მოლოდინი რა თქმა უნდა გქონდა, იმიტომ რომ ეს კოლექცია, ეხლა ახალი კოლექცია, საგაზაფხულო კოლექცია და აქედან გამომდინარე ბევრი ვიშრომეთ და ბუნებრივია, ვიცოდით რომ მოწონებას დაიმსახურებდა, თუმცა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც იქ დაგხვდა, იმიტომ რომ ორგანიზატორებს ჰქონდათ ესეთი ნომინაცია საუკეთესო ჩანთები და საუკეთესო ჩანთებს შორის მოხდა ჩვენი ორი ჩანთა. ეს რომელიც ანუ შექმნილია ქართული ამბარის, ძველი ქართული ამბარის ჩინა და თანიქვე ამ მოდელს და სწორედ ეს ერთი მოდელია, რომელიც თათა. და მათ რატომ მოეწოდა? კაი, ეხლა ჩვენ გვიჩუქდა, იმიტომ რომ თვალი და თანია და რაღაც. დიზაინიც მოეწონა თბილისის და ტყავის კომბინაცია და საღამოს კაბებზე ძალიან ორიგინალია. და მეორე არის ეს მოდელი, ამას ესე ისტორიული დატვირთვა არ აქვს, თუმცა ხის შესაკრავით არის ძალიან სადა და კომბინაცია ხის და ტყავის საინტერესო აღმოჩნდა ორგანიზატორებისთვის და ამიტომ ეს ორი მოდელი გახდა რჩეულ ჩანთებს შორის. თუმცა არის აქ ერთი რაღაცა ნაირი გოგობიჭი თუ რაღაც არ ვიცი. ჩოხის იცი რა, მე მგონია რომ გინდა ბიჭი იყოს, გინდა გოგო. ახლა ჩემ თავს ხედავ გასტროლზე, სადმე ევროპაში გაიკეთე წელს და იარე შენი ჩოხით რა. აი რო არის ხუთი წამოიღეს. გვაქვს ამის ორი მოდელია, ეგ ზემოთ შეგვიძლია დავამაგროთ. ანუ ეს წელის ზონაში უნდა იყოს თუ თეძოზე? წელის ზონაში არის გათვალისწინებული კონკრეტულად ეგ მოდელი და ეს არის თეძოს ზონაში. სხვადასხვა იქონია ადგილმდებარეობა. და იცი და ესეთი ზოგჩანთები. ბატონო, ეს არის სულ ახალი კოლექციიდან, საგაზაფხულო კოლექციები. მოხატული მოდელების რამდენიმე და
და თემატიკა არის სულ ქართული ხედავ ხო? კი, და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დიდი დამსახურება გამოფენ ანუ ბევრმა ხალხმა მიიღო მოკლეთამაში მონაწილეობა. ქალბატონი ერთ-ერთი არის მარინა თევზაია, რომელსაც ეკუთვნის ორნამენტები. ეს ორნამენტები მას აქვს ეს ორნამენტები გაცოცხლებული, ზოგადად წიგნი არსებობს იგი ქართული ორნამენტების და მან მოგცა ოფიციალურად ნებართვა რომ გამოგვაყენებინა ჩვენ ჩანთებზე. თუმცა ეს ორნამენტი აბაქიდან არჩევს მომეცით მე ვაჩვენებ. საერთაღრცხვის საუკუნის და არის ცხენის ლაგამის ორნამენტიდანაა ეს. აი ნახე, აი აქეთ ნახეთ. გაცოცხლებული. პირიქით. ეს სტუმარ მასპინძლობა რო აწერია საყვარელი და აქეთ ქართული. ხო და შერეები იპოვე იქ რაც ვერ სტუმარ მასპინძლობა აწერია ეს. აი სასაჩუქრე ო, აქ ისეთი სასაჩუქრე ყუთებია გადავირი, ესე იგი არის ბაბთა. რეალზე გასაკეთებელი კლიმტის შენგენაცვალე. აჰა. ცოტა უგუმაიკეთებ თუ მართლა? არა უშავს, მაყურებელი ამოადრიალებს. შემდეგ არის ბეჭედი. არის სამაჯური, კი ბატონო, აჰა. ანუ ეს ხე არის მეტალთან ერთად? ეს არის ხე და მეტალის კომბინაცია. ეს სასაჩუქრე ნაკრებები უკვე 3 წელია ჩვენ ვაწარმოებთ ამას და ჩვენს მომხმარებელს ესე ნაკრებში ვთავაზობთ. კონკრეტულად რა სურვილიც აქვს იმ გამოსახულებთან შეგვიძლია დავუზადოთ, მოკლედ სრულად ვართ ორიენტირებული მომხმარებელზე რაც უნდათ. მაცივარზე მისამართი. და ანუ ახლა რა ხდება? ამ გამოფენის შემდეგ რა მოხდა? თქვენ კონტაქტები გააქვთ და როგორ წავიდა უკვე ხა ბიზნეს ნაწილში თქვენი საქმიანობა? ნუ გარდა იმისა, რომ ყველა აბსოლუტურად ვინც მონაწილეობდა, იყვნენ ბაიერები, ყველა ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავდა, თუმცა მთავარი მიზანი ვისაც იქ ვიყავით ჩვენ ჩასული, იყო ის, რომ ანუ ბაზარი გახსნილი იყო და გავიტანოთ რომელიმე ქვეყანას ჩვენი პროდუქცია და ძალიან დიდი დაინტერესება იყო. ამერიკის შეერთებული ნიმუშები შეიძინეს უკვე, წაიღეს და ეხლა მიმდინარეობს ჰონკონგში ან გამოფენაზე შეიძინეს თითოეულ ორ-ორი ნიმუში თავის კომპანიისთვის, წაიღეს რამოდენიმე იმენაზე რაღაცა ქვია. ან მახსოვს აი თვითონ ნიმუში რო ხდა იმას აყიდულობ რაღაცა ქვია, ესე თუ ბაერები ვიცით ისიც ბაერინგი. შეიძინეს და ეხლა უკვე გადავედით მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უნდა გადავგზავნოთ კატალოგები, უკვე ფასებზე შევთანხმდეთ, ტრანსპორტირებაზე და ამ შემდეგ ეხლა მიმდინარეობს. ამერიკას ნელ-ნელა აწვდით ამ პროდუქციას. კი, ამერიკა, ბელგია. ცელი კაკალი არ გაიჩახოს კახეთში რა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ეს კაკალი არის ნარჩენები რეალურად. აი რა კარგი გოგოები ხართ რომ ეს, იმიტომ რომ სულ აი დარდაც მქონდა რაც ახსენეთ ეს კახეთში კაკალი და ფიქრობ არ ვაწყენავ გოგოებს, მაგრამ კაკლებს ხო არ ვაწყენინებთ. ნარჩენებისგან. დიახ, ქარხანაში არის ქარხანა, სადაც მზადდება ავეჯი და შემდეგ ეს პატარა დეტალები რომ რჩება, ის შეთანხმებული ერთ კი და ჩვენ ვიყენებთ ამას ჩვენი 엑სპერიმენტების დასამზადებლად. და საუბრობთ სხვა ქვეყნების დაინტერესებას. კიდევ ამერიკის გარდა დაინტერესდა თვითონ ჰონკონგი. ჰონკონგიდან 2 კომპანია არის ახლა ამ ეტაპზე დაინტერესებული და მიმდინარეობს მათთანაც მოლაპარაკება და რაოდენ განსაკუთრებით არ უნდა იყოს ბელგიიდან იყოს, რამოდენიმე კომპანია იყო ბელგიიდან წარმოდგენილი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, უფრო საფულებით იყო დაინტერესებული და წაიღეს რამოდენიმე მოდელი, სხვათა შორის სტუმარ მასპინძლობა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად აქვს წარწერა, ეს იყო ერთ-ერთი მოდელი, რომელიც ძალიან მოეწონათ. ჩვენი ქვეყნის ადამიანი მოქალაქე დაინტერესდება, სად შეიძლება რომ მოვიდეს და ათვალიეროს შეარჩიოს, სად ხართ წარმოდგენილი? ამ ეტაპზე გვაქვს 3 ფილიალი თბილისის მასშტაბით, ერთი ფილიალი სითიმოლის სავაჭრო ცენტრებში გვაქვს, სითიმოლი გლდანი, სითიმოლი საბურთალო, ერთი ვარკეთილში გვაქვს სავაჭრო ცენტრში და პლუს გვაქვს სამას არაგველზე შოურუმი სახელოსნო. და ქართველი მომხმარებელი რას ამბობს ახლა? ძალიან ამბავი ძალიან მოწონთ. ასოებზე არის შეკვეთა ანბანზე? ესენი უმეტესობა ახალი მოდელებია, მაგალითად ეს ჩანთები და ბევრი რაღაც. ყველაზე ჰიტური თუ გაყიდვადი რომელი ჩანთაა გოგოებო? აქ წარმოდგენილი მოდელებიდან გამოცდილება რაც გვაქვს. ესეთი მოხატული მოდელები არის ძალიან გაყიდვადი, თუმცა ჩვენ გქონდა ჰონკონგში გამგზავრებამდე პრეზენტაცია ამ ჩანთების და იქ დამთვალიერებლებმა ქართველები ყოდა რა თქმა უნდა, გამორჩეული მოდელი იყო ქართველებისთვის. აი ეს არის თამარის გვირგვინი. ხო, მომეჩვენეთ, რომ გახსენით მერე დავინახე, რომ გვირგვინის ფორმა ქონდა. იქ და ანუ სანამ ვიყოდე მეც დავინახე. ესე თამარის გვირგვინი. ანუ გვირგვინი გადმოვიტანეთ, გავაცოცხლოთ ესე და
საბოლოოში გამოვიდა ასეთი აცერია ნახე ინსპირაციები რა არის. მანდარი ძის ნაყარი არაფერი შეჭამო. ხო თავისი რაღაცა კონცეფციით შეიძლება ასე ითქვას თუ ესე ცოტა უფრო შერეულად. კი ზუსტად ასია თითოეულ ჩანთას ჩვენთან აქვს თავისი ისტორია და ვცდილობთ ძველი ქართული ტრადიციული ეთნიკური შეუსაბამო თანამედროვეს და ასე მოვახდინოთ. ძალიან მაგარია. და რაც თავარია მოწონს ჩვენს მომხმარებელს და მიუხედავად იმისა რომ არ იცოდნენ ჰონკონგში და იქ ქართველი მარტო რამოდენიმე კომპანია ვიყავით და მეტი არავინ იცოდა მათი ისტორია ჯერ მოწონდათ და შემდეგ ისტორიას რო ვუყვებოდით კიდევ უფრო კიდევ უფრო ასეა ხო მაგალითად აი ეს მოდელი ანუ ვეფხის ყავსნის გამეფება თინათინეს მე გვაყოლინებდნენ ყველაფერს ყველაფერს თინათინს უკავშირებთ რა ხალბატონები არიან მაინც და კი და აუცილებლად უნდა გადავხატოთ დიდი მადლობა ეროვნული მუზეუმის მის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მათ მოგცეს ნებართვა გადაცოცხლებინა ეს სარტყელი და ეს სარტყელი გახლავთ ძველი საუკუნის ძველ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში ვანიში აღმოჩენილი სამარხში აღმოჩენილი სარტყელი. აი ესეთი და ეს ჩვენ გადმოვიტანეთ პროგრამაში და გავაერთოთ. შვენიერია. დიდი მადლობა წარმატება გისურვოთ საქართველოშიც და თეო დანარჩენ სოფლიოშიც და დიდი მადლობა თქვენ მოწვევით. მიხარია რომ ახალგაზრდა გოგონებს აბარა ასეთი ყოჩაღი საქმიანობა. ნამდვილად. მოგეთ რა ვქნათ ახლა დავისვენოთ ხო? წავკიში ხო არ გავიდეთ? წავკიში მივდივარ? წავკიში მივდივართ. აბრუნდით პირდაპირ. დააბრუნდით და მე მაქვს ასეთი კითხვა თქვენთან. აბა? გინდათ იცხოვროთ ახალ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში? რახანია. იმისათვის რომ სტუმრები ივარჯიშოთ, მეზობლებს დაუახლოვდეთ და აი ყოველი დღე ისიამოვნოთ გინდათ? მაშინ ყურადღებით მოგხსნით ჩვენ სტუმარს, იმიტომ რომ ის მოგვიყვება ამ კადრატი წავკიში, ასე ქვია პროექტ საკუთარი სახლების პირველი, ასე ვთქვათ, პროექტია, რომელიც შედგება საკუთარი პირველი პროექტია და მე წარმოგიდგენთ სტუმარს შორენა დარჩიაშვილს, ამ კვადრატის გენერალური დირექტორის მოადგილეს გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით. გამარჯობა შორენა. ყველას მოგვიდა. ხო, არის ახლა ახალი ტენდენცია, არ ვიცი, ტენდენცია დავარქვათ, არის ინდივიდუალური შექსნება, რომ ყველას გვიჩნდება სული, რომ გავიდეთ ქალაქიდან. ეგ არის თავდაცვითი მექანიზმი, ოღონდ ქალაქში არ ვიყო და სულ ჰაერზე აქვია. ეკოლოგიას მოწყურებული ადამიანები ვართ, ისინი ვიცხოვრობთ თბილისში. რას გვთავაზობს ამ კვადრატი ასეთ ეგრეა ადამიანებს? ნამდვილად ეგრეა. პრინციპში, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ ახალი კონცეფციის და ახალი უბნის, ასე ვთქვათ, მახასიათებლებზე, პირველი რაც თავში მოგდის, არის ის, რომ ყველას გვინდა აქ ცხოვრება. თანამშრომლებიდან დაწყებული, არქიტექტორებიდან და ყველას გვინდა. მაშინ არაფერი გასაყიდი. კაი სამეზობლო მოუყვება. კი, ეს არის ნამდვილად პირველი უბნის ტიპის პროექტი, რომელსაც ამ კვადრატი ახორციელებს და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბინებს ვაბარებთ დასრულებული რემონტით, დასრულებული კომპლექსი, დასრულებული ეზო. შედი იცხოვე, ჩემი ნაზერով. ეს არის პირველი კერძო სახლების უბანი, მოდი ესე რომ ვთქვათ, რომელიც იქნება დასრულებული კერძო სახლი დასრულებულ უბანში. აი ეს ორი რაღაცა ერთად ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია წავკიში, რომელიც არის ზუსტად 10 წუთის სავალზე ქალაქის ცენტრიდან. ნუ ცენტრში გულისხმობა თავისუფლების რა ტიპის სახლებზეა საუბარი? თუ კერძო სახლების შეუცნებაა, ხო? ხო და კერძო სულ კერძოა თუ დავუშვათ მე და ნინა ერთად ვიცხოვრობ სხვადასხვა სართულზე თუ როგორი იგულისხმება? ტერიტორიაზე არის 82 ნაკვეთი განთავსებული. 82 სახლისთვის იზოლირებული, შემოღობილი თავისი ეზოთი. რამხელა ეზო მოყვება თითოეული? იცით როგორ არის, ანუ ეზოს ფართები ახლა მოცემული პროექტით არის 400-დან 500 საკმარისია. და თვითონ საცხოვრებელი სახლები არის 220 კვადრატიდან იწყება. ამ ფართში შედის ასევე, ესე ვთქვათ, დამხმარე სარდაფის ტიპის, ესე ვთქვათ, ჰობის ოთახს ვეძახი. ჰობი, იმიტომ რომ ვიღაცას ბილიარდი უყვარს, ვიღაცას თქვა ვარანი უნდა და სხვადასხვა დანიშნულებით. ანუ სამდონიანია ეს კერძო სახლები. ანუ ყველა არის სამდონიანი, ყველა სახლი. დიახ, ანუ ნახევრად, ესე ვთქვათ, სარდაფი, სადაც მოეწყობა, ესე ვთქვათ, სველი წერტილი, რაღაც დამხმარე ფართი, საგარდერობე, იქნება თუ არა დაცული ეს უბანი? ორი სართული. ეს უბანი ასეთი რაღაცეებისგან, ვთქვათ,
ავწევ ცოტა მე ზედა სართულს სამანსარდეს დავამატებ. ან ბავშვილისთვის ჩავდგავ. აქედან ცოტა შევმინავ ტერასას და ოთახად გადავაქცევ, ანუ რატომაც არა, ვისაც უნდა შეიძლება. არა, ამაზეა, როდესაც რაღაცა შეიძლება რა თქმა უნდა, რადგან კერძო სახლია ყველას აქვს, თუმცა ვთვლი რომ ფართებისია გადანაწილებული, რომ იქ ზედმეტია რაიმე შემივა და დაშენება. გემოვნებით გათვლით ყველაფერს. გარემონტებულს დასრულებული რემონტით მოწყობილი ეზოთი. კი ბატონო, თუ ახლა მე მომიდა რაღაც ეზოთი გამწვანებული. იბაშინე, მაგრამ აი თქვათ ორმა ოჯახმა ერთი სახლი რომ შეიძინოს, ასეთი მათი პირადი კი, თანამფლობელები იქნებიან, რა თქმა უნდა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც არის ამ პროექტში გათვალისწინებული, თვითონ ცალკე ამ უბანს გააჩნია საერთო მოხმარების ვთქვათ სივრცე, სადაც განთავსდება კორტი, სტადიონი, აშენდება აუზი, ფიტნესი, ვიტამინ ბარი, საბავშვო ოთახი, ანუ ეს ის სივრცეებია, რომელთაც უბნის მოსახლეობა ისარგებლებს. და რაც მე პრინციპში ეკონომიას მიკეთებს ჩემ ფარგლებში. ეკონომიას გიკეთებთ, რა უცლებელია რომ ყველას თავისი აუზი ქონდეს, ვთქვათ, მოწყობილი და ამის მოვლა შენახვა, რა თქმა უნდა, ეს კიდე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ანუ ამას ემკვადრატი უზრუნველყოფს რაღაცა რა თქმა უნდა, სერვისი, ამ უბნისთვის სერვისი იქნება ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იგივე პრინციპით როგორც სხვა საცხოვრებელისთვის, ემკვადრატელებისთვის ეს იქნება დაცვა, ეს იქნება დასუფთავება საერთო ტერიტორიის. დაცვაც შედის ამაში, ხო, რომ შვიდად ვიყო ჩემს კერძო სახლში. კი, რა თქმა უნდა. შემდგომ უკვე პირადი ვთქვათ, რომ ეს რაღაც ყოველთვიური ხარჯია, ხო? რა თქმა უნდა, ეს ყოველთვიური ხარჯია, ესეთი ხარჯი კორპუსაც აქვს და ესეთი სახლი, ესეთი ხარჯი კერძო სახლსაც აქვს ცხადია. და შემდგომ უკვე იქნება დამატებითი ინდივიდუალური სერვისებიც, მაგალითად, როგორიც შეიძლება იყოს გაზონის მოვლა და ასე შემდეგ, უკვე ეს უკვე ეზოს შიგნით ინდივიდუალურად. ნახსენეთ მოპირკეთებული ეზო რა იგულისხმება მასში, ანუ გაზონი, რომელიც პრინციპში საკმაოდ დიდი ხარჯია, როდესაც არ არის გამწვანება, ხო? რა იგულისხმება? კი, გამწვანება იგულისხმება, გაზონი იგულისხმება და მოწყობილი გზა, თქვათ, სახლამდე მანქანისთვის მოკირწყლული. მოკირწყლული გზა. და ნუ სარემონტო, ასე ვთქვათ, მასალებს რაც შეეხება, ესეც იქნება შერჩევით ჩვენს დიზაინერებთან. გავიზარდეთ, ასე ვთქვათ, და უკვე რაღაცეები ვიცით და გვინდა რომ იყოს კი, ეს იქნება, რა თქმა უნდა, სტანდარტული, ასე ვთქვათ, შეთავაზება და ასევე პროექტის კატეგორიიდან გამომდინარე, რადგან ეს კერძო სახლს ეხება, იქ იმდენი რაღაცეები იშლება, ესე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს ბუხარი, ეს შეიძლება იყოს სხვა სურვილები. სტანდარტული ბუხარი შედის ფასში, თუმცა თუ იქ კიდე რაღაცა სხვა დამატებითი ვიტრაჟი ან რაღაცა მსგავსი, თუ ასე ვერ იმაშავე. დაკიდებული ბუხარი, თუ გინდა იმას შენ მიხედე და არა, იმასაც ჩვენ მივხედავთ, უბრალოდ რაღაცა შეთანხმების მიხედვით. შენ ხო და ახლა რო გისმენთ ვიფიქრე, რომ პრინციპში ძალიან დიდი და წარმატებული გამოცდილება გაქვთ ქალაქის პირობებში მშენებლობის. რამ გამოიწვია მართლა ასეთი ძლიერია ეს ტენდენცია ჰაერზე გასვლის? ხო, ვთქვათ, ქალაქიდან გასვლის და იქ ცხოვრების დაწყების, რომ თქვენ ეს ტენდენცია ისედაც არსებობდა. საგურამოში მაგალითად, წავკიში კიდევ იმიზემოთ, ხო? ანუ ეს ტენდენცია ისედაც არსებობდა, კერძო სახლი ეს რაღაცა გარკვეული ბიუჯეტიდან იწყება, ცხადია. თუმცა ის რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული უბანი, დასრულებული სახით, თავისი სერვისი ამის მოთხოვნა რა თქმა უნდა არსებობს და მომწიფდა და ასე ვთქვათ, როგორც კი ჩვენ პირველად გამოვაჩინეთ ჯერ Facebook-ზე, ასე ვთქვათ, ერთი ცალი რენდერი, რა ვიცი, ჩვენი სტაფი, ასე ვთქვათ, ვერ აუდიოდა შეკითხვებს, იყო მეილზე, იყო ინბოქსში, ხო, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ასეთმა პროდუქტმა. და რა თქმა უნდა კორპუსში ცხოვრებას, ცენტრში ცხოვრებას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, პლუსები და მინუსები, ქალაქგარეთ ცხოვრებას აქვს თავისი და პლუსები და მინუსები. რა თქმა უნდა, ვთქვათ, იგივე ბავშვების ტარება, ხო, ნუ სკოლა, ბაღი, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ შეიძლება ვიღაცისთვის დისკომფორტს იწვევდეს, ხო? შესაბამისად, ადამიანმა უნდა დაწონოს მისი შესაძლებლობებიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, თუმცა იდეალურია კერძო სახლი, ასე ვთქვათ, ზაფხულში, 6 თვიანი სეზონს ვეძახთ, ვთქვათ, გაზაფხულის ბოლოს შემოდგომის დასაწყისამდე და ვთქვათ, კორპუსში კომფორტული ენერგოეფექტური ბინა ემკვადრატში. მაინტერესებს რა ეტაპზეა მშენებლობა და როდის სრულდება, ასე ვთქვათ, ხო? ვინც აინტერესებს მათ და რამდენი ვაკანტური სახლია როდის შეეძლებათ უკვე ცხოვრებაში. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2 წელიწადში. მშენებლობას დავიწყებთ გაზაფხულზე.
ყველაფერი ერთად მიმდინარეობს, ხო? ანუ ყველა სახლი ერთდროულად აშენდება, ასეა, ხო? კი, ნამდვილად ეგრეა. და ეხლა კერძო სახლების პროექტები შეთანხმებულია მერიასთან, გაყიდვები, ესე ვთქვათ, დავიწყეთ, 20% უკვე დაჯავშნილია და აქტიურად, ესე ვთქვათ, ვაგრძელებთ. რემონტები ერთმანეთს ემსგავსება თუ აქაც შეუძლია მომხმარებელს და ყიდვას თავისი გემოვნებით რაღაცა არჩევანი თუ აქ ასე ვთქვათ მომხმარებელს. რო შევადაროთ მაგალითად 500 ან 800 ბინიანი კომპლექსები ერთმანეთს აქ არის 82 სახლს საუბარი. იქ არ არის ერთნაირი არცერთი. იქაც კი მით უმეტეს ხო ამ შემთხვევაში კერძო სახლი კიდევ ცოტა სხვანაირი ესე ვთქვათ მოცემულობა, არჩევანი საკმაოდ დიდი იქნება მასალების, სერვისების ესე ვთქვათ არჩევანი საკმაოდ დიდი იქნება და ვიზუალურად, გარეგნულად ეს სახლები, რა თქმა უნდა, სტილისტიკურად ერთმანეთს გავს და ამით ნახავთ ესე ვთქვათ, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით არის ეს კერძო სახლები, რაც არ გავს ჩვეულებრივ ისეთ სტანდარტულ კერძო სახლებს, მასალებს რაც შეეხება, ვიყენებთ აგურსაც, ტრავერტინსაც, ხესაც და ეს კიდევ ძენს ამ მრავალფეროვნებას, თვითონ როგორც გარეგნულიერსახით და შიგნით რა თქმა უნდა ლანდშაფტურად სულ იმაზეა, ესე ვთქვათ, ერთ ფერდობზეა თუ ერთი არის ოდნავ ფერდობისკენ ანუ ხედი ყველას აქვს ესე და მეტნაკლებად რაც პროზევით არის სივრცე და მაინტერესებს ამ უბანში თუ არის რაღაცა ადგილები რომელს რაღაცა სახლების გარდა კიდევ თუ არის რაღაც ობიექტები ან რაღაცა მსგავსი სადაც შეუძლია სამეზობლო შეიყარო აი რაც ვახსენე ზუსტად აუზი ფიტნესი ვიტამინ ბარი ბავშვთა ხო და ბილიკებით მე მგონი სასეირნოთ იმიტომ სასეირნო ბილიკებით და რაღაცა გარკვეული ზონები იქნება საბავშვო კორტებიც ეგეთი სტადიონი და კორტები რა გამიკეთეთ კარგი სამეზობლო არაფერი აღარ დარჩა აი ხა ვუყურებს თან ეს რენდერებია იქ მოიხედავდით რენდერებს და ძალიან სიმპათიური სახლებია შური და წარმატება და ბედნიერი ცხოვრება ყველას ვინც შური მოაშორე დიდი მადლობა შორენა კეთილი შური გისურვებთ წარმატებას და კმაყოფილ მომხმარებლებს დიდი მადლობა და მე რა თქმა უნდა ახლა გადმოვიდეთ ჩვენ სტუდიაში ისევ დაუბრუნდეთ ამ მოცნებიდან გადმოვიდეთ რეალობაში ქალაქს დაუბრუნდეთ რომ კიდევ ერთხელ გავიჩინოთ სურვილი ქალაქიდან გასვლის და ავთოს დაუძახოთ რომ კიდევ ერთხელ დაგვანახოს თუ რა ხდება ჩვენს გარშემო ავთომ ახალ პრობლემას მოკიდა ხელი რომელზეც მოდი ჩვენ შუაში ჩაგდეთ მისალობით მაყურებელს თქვი ახლა რა დაინახე რისი გადაღებაც მოგინდა შემდეგ არასრულწლოვანებს მიხედი ასე ვთქვათ ხო თუ შეიძლება ითქვას არასრულწლოვანებს მივხედეთ ერთ-ერთი ისეთი პრობლემური თემა არის ეს ჩვენი ქალაქისთვის და არა მარტო თბილისისთვის რეგიონებშიც არსებობს ეს პრობლემა რამდენად შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი იქ იმ დაწესებულებებთან სადაც არასრულწლოვნები არიან კი ბატონო კაზინოების და აზარტული თამაშების რეკლამა ეს არის ჩვენი დღევანდელი თემა ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დავბრუნდეთ ბევრია სამწუხაროდ სიუჟეტი ერთი მოდი ნახოთ აბა ეს დადიანის ქუჩაა უფრო კონკრეტულად 19 ნომერი ეს კი არის მეოთხე საჯარო სკოლა და ამ სკოლის გვერდზე არის მიწისზედა გადასასვლელი ხიდი. ხოლო ამ ხიდზე არის საკმაოდ დიდი რეკლამა, რომელიც აზარტულ თამაშებს ეხება. რამდენად შეიძლება აზარტული თამაშების რეკლამა აი ასე ახლოს იმ დაწესებულებასთან, სადაც არასრულწლოვნები არიან, ამის შესახებ ისაუბრებს ანა არგანაშვილი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მრავალ ქვეყანაში ეს საკითხი დღეს არის განხილვის საგანი, ვინაიდან ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ მსგავსი რეკლამები შესაძლებელია ბავშვებზე ახდენდეს ნამდვილად უარყოფით ზეგავლენას. ყოველთვის ცნობილია, რომ ბავშვი არ უნდა იყოს ჩართული აზარტულ თამაშებში, არასრულწლოვანი, მაგრამ როდესაც უკვე რეკლამა მას გარკვეულწილად უბიძგებს, რომ ინტერესი გაუღვივდეს, არასწორი წარმოდგენა შეექმნას იმის თაობაზე, რომ არსებობს იოლის საშუალება, მაგალითად თანხის მოპოვების და თუნდაც შემდეგ უკვე ონლაინ შეეცადოს
ჩართვას, ეს უკვე გარკვეული საფრთხების მატარებელი არის. კანონმდებლობაში არის დანაწესი მავნეზე გავლენის მქონე რეკლამაზე, მაგრამ სამწუხაროდ ის არ არის დეტალური. აი რას ნიშნავს დეტალური რომ არ არის? კანონმდებლობაში გვაქვს ჩაწერილი, რომ რეკლამა მიზნად არ უნდა იღებდეს არასრულწლოვანს იმ შემთხვევაში, თუ რეკლამა ეხება ისეთ მომსახურებას, რაც არ არის არასრულწლოვანისთვის განკუთვნილი, ან მაგალითად ეხება ვთქვათ სიგარეტს ან ალკოჰოლს, ხო? მაგრამ აქ ძალიან საინტერესოა რას ნიშნავს მიზნად ამოღება. აუცილებელი არ არის რომ რეკლამაში არასრულწლოვანი ჩანდეს. მაშინაც, როდესაც ჩვენ ხვდებით, რომ არასრულწლოვანს განსაკუთრებით ექნება შეხება, ანუ სკოლის გამოვლიდან გამოსვლისას ყოველდღე წაიკითხავს ამას, გარკვეულად ის მაინც ხდება სამიზნე ამ ინფორმაციის შესაბამისად ზემოქმედება ვფიქრობ, რომ ექნება, ამიტომ კანონმდებლობის ეს ზოგადი ჩანაწერი, რომ აიკრძალოს მხოლოდ ის, რაც უშუალოდ არასრულწლოვანს იღებს როგორც სამიზნეს, უფრო ფართედ უნდა განმარტოთ და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარდეს ეს კვლევები და შევადაროთ რეალურად, თქვათ, ამა თუ იმ სკოლაში ბავშვებს გაუღუდათ თუ არა ინტერესი მაგალითად, კითხვები გაუჩნდათ თუ არა, აპირებენ თუ არა ჩაერთონ, ან ხომ არ აქვს ადგილი, თქვათ, უკანონოდ ონლაინ საშუალებით ჩართვას. ანუ რეალურად ეს როგორც პრობლემა აქამდე განხილული არ ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წამოჭერით, იმიტომ რომ ეს თუ ზემოქმედებას ახდენს, უკვე არის ჩვენთვის პრობლემა. სხვა ქვეყნების მაგალითები რომ გავიხილოთ, საინტერესოა იმ კვლევის მიხედვით როგორი შედეგებია. კი ბატონო, ბრიტანეთის გამოცდილებას, როდესაც გავეცანით, ვნახეთ, რომ ბრიტანეთში ძალიან აკრიტიკებდნენ მაგალითად ყველამ ვიცით, რომ ბავშვები თუნდაც უყურებენ ფეხბურთს, მსოფლიო ჩემპიონატს. აი მსოფლიო ჩემპიონატში სარეკლამო ჭრებში ვიცით, რომ ძალიან ხშირად არის იგივე აზარტულ თამაშებში, თქვა ჩართვის რეკლამები. ესეც კი იყო გაკრიტიკებული, იმიტომ რომ ასე თუ ისე ვიცით, რომ ბავშვებისთვის არის ფეხბურთი ძალიან მიმზიდველი, მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს თქვა პირდაპირ ბმა აზარტულ თამაშებთან. თავარი იცით რა არის, რომ ბავშვი ჩდება არასწორი დამოკიდებულება ზოგადად იმაზე, რომ წარმატების მოსაპოვებლად შრომა აღარ არის საჭირო და უშრომლოდ შეიძლება გაუმართლოს. ანუ ის ღირებულებები, რასაც ჩვენ ვასწავლეთ ბავშვს, რომ იშრომე, ისწავლე, იყავი მოქალაქე, რაღაც გაისარჯე, აი ეს ღირებულებები რაღაცნაირად მეორე პლანზე გამოდის და მე არაერთხელ გამხდარ ვარ ბავშვის მხრიდან კითხვის სუბიექტი, რატომ მუშაობ? წავიდეთ და ყველა მოვიგოთ მაგალითად და აი ამ დროს ძალიან სიფრთხილით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს არის სხვა სფერო ცხოვრების და ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც შრომა ფასდება, სწავლა ფასდება და ეს მოგების იდეალიზირებული კონცეფცია შეიძლება სულაც არ იყოს ძალიან სასურველი, რომ მას ჰქონდეს გაიდეალებული ერთბაშად რაღაც დიდი წარმატების მიღწევა შრომის და სწავლის გარეშე. გასაგებია. ანა, თქვენ მუშაობთ სწორედ ამ მიმართულებით ბავშვთა უფლებების შესახებ. საინტერესოა, სწორედ აი ამ პრობლემის შესახებ მშობლებს თუ მოუმართავთ თქვენს, ანუ მაინტერესებს რამდენად დგას დღეს ეს პრობლემა არა მარტო თბილისში, რეგიონებში. მოუმართავთ მშობლებს, განსაკუთრებით შეწუხებულები, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ მაგალითად ონლაინ არ უნდა იყოს ასეთი ხელმისაწვდომი ჩართვა ამ თამაშებში, ვინაიდან ბავშვმა შეიძლება არასრულწლოვანი შეიძლება ვთქვათ არასწორი მონაცემები შეიყვანოს და მაინც ჩაერთოს და ისინი ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რა უნდა ქნან. ამ დროს ჩვენ რა თქმა უნდა ვუხსნით, რომ არსებობს უსაფრთხოების წესები, მშობელი უნდა გარკვეულწილად უნდა ქონდეს დაყენებული სპეციალური ნიშნულები. ხო, ჩვენ ვიცით, რომ კომპიუტერში არსებობს შესაძლებლობა, რომ ბავშვს გარკვეულ საიტებზე წვდომა ვთქვათ არ ქონდეს საფრთხის შემცველ საიტებზე, მაგრამ ამავე დროს თუ გაღვივდება ეს ინტერესი ბავშვის მხრიდან, რომ მიიღოს მონაწილეობა აზარტულ თამაშებში, მე უფრო ადვილია, რომ რაღაც გზა გამონახოს, ხო? ანუ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ საზოგადოება, რომ ბავშვებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, ოღონდ ეს ინფორმაცია არ უნდა იყოს მათთვის დამაზიანებელი. მათი ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისი უნდა იყოს. ამიტომაც საჭიროა, რომ დავიწყოთ მსჯელობა რეკლამის შესახებ კანონმდებლობაში, ხომ არ უნდა იყოს უფრო კონკრეტული ჩანაწერი და ხომ არ უნდა მოვერიდოთ აი ესეთ ადგილებში ბავშვის ინტერესის გამღლვებელ ინფორმაციის განთავსებას.
გასაგები ანა, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ აქედან დაიწყება ამ პრობლემაზე ზრუნვა, ასე ვთქვათ და უახლოეს მომავალში. აი სწორედ თქვენ რა პრობლემაც წარმოაჩინეთ, რომ უფრო დეტალიზაცია არის საჭირო კანონში, აი ეს მოხდება უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ამ თემით. წარმატებები. ასეთი მდგომარეობა ქალაქში ბევრგან, სხვათა შორის ჩვენ ახლა ერთი ქუჩა გადავიღეთ, ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ბევრგან არის და ალბათ თქვენც გინახავთ ეს ყველაფერი სამწუხაროდ. და მართლაც არის დეტალიზაციაზე, აი ნახე ნელ-ნელა რაღაც საჭიროებები რომ ვლინდება, შესაბამისად ალბათ უნდა იმოქმედონ და ჩვენი სიუჟეტი, შენი სიუჟეტი გახდება ალბათ იმედია, ასე იმედია. ხო. კი, იმედია, რომ ეს არის კარგად შეიცვალოს ის, რაც არის ხარვეზული ჩვენს ქალაქში. ისევე როგორც ბევრი რაღაცა იცვლება შენი გაშუქების შემდეგ, ხოლმე რა ძალიან მიხარია. გააქვს შემდეგი დაგეგმილი უკვე? ტრანოს გაგვიკეთებ თუ არა? ანუს მოდი ამ შემთხვევაში არ გავაკეთებ, რამდენიმე თემაზე ვმუშაობთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ყველა ეს თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, აქტუალური, პრობლემური და საჭირო, რაც მთავარია საჭირო, კი. დიდი მადლობა ავთო შენ, აი ამ ყველას გეპატიჟებით. ხვალ გეპატიჟებით, იმიტომ რომ ხვალ არის გამორჩეული დღე მერიკოს სამზარეულოში. გავცემ საიდუმლოს. აბა? მერიკო და დესერტი. ეს არის ის, რასაც მერიკო არ აკეთებს ხოლმე, როგორც ეს. არ მიყვარს დესერტი ოჯახის და არც მისი გაკეთების სისმაკ. ნეტა ვინ გააკეთებს აბა დესერტს? მერიკო ნეტა? არა, მერიკო არა. მერიკო არ გააკეთებს დესერტს. მე ზუსტად ვიცი, რომ მერიკო დესერტს არ გააკეთებს. რატო? ეგ უკვე ხვალ ნახოთ ჩვენ. მოდი, ნახოთ. სამი გააკეთებს დესერტს. ნაირი დესერტები, რაც თავარია, მარტივი, სწრაფად გასაკეთებელი და გემრიელი. ასე გვითხრადებ, ნახოთ. მაგრამ მე მოღრიწოს მაინც ვერ დავივიწყებ. წინა პარასკევს უბრალოდ ისეთი. მოღრიწოს დესერტი? მოღრიწოს დესერტი იქნებ გამოვიდეს. ხვალამდე. ხვალამდე. ნახვამდის.